უკვე ახალი სახელმწიფო მდივნის მაგიდაზე დევს სია და კონგრესიდან გაგზავნილია იმ 25 ადამიანის სახელი და გვარი, ვისზეც დგას რეალურად ივანიშვილის რეჟიმი. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით მარკო რუბიომ უკვე მიიღო წერილი, რომელშიც სათითაოდ არის განმარტებული, თუ ვინ და რატომ უნდა დასანქცირდეს ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი, რომელზეც დგას რეალურად რეჟიმი, ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ადამიანები, პროპაგანდისტები, ვინც ამუშავებენ რეალურად სახელმწიფო რეპრესიულ მანქანას. სია 25 კაციანი შეგვიძლია ჩვენ რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. პირველი ბიზნეს ჯგუფები, ივანიშვილის ბიზნეს გარემოცვა, რომელიც არის მთავარი მაშველი რგოლი ივანიშვილის რეჟიმისთვის. ნოშრევან ნამორაძე, We Are Holding-ის მფლობელი, კწანისი Resort Residency-ის მფლობელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სიის სათავეში იმყოფება. პირველების ინფორმაციით ნოშრევან ნამორაძის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს შეგროვებული მტკიცებულებები. უკრაინასთან ომის შემდეგ მისი კომპანიების და პირადად ნოშრევან ნამორაძის საშუალებით რუსების ფულის შემოტანა და ინვესტირება საქართველოში, ისე რომ წაშლილიყო და დაფარულიყო რუსული კვალი და ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. პირველების ინფორმაციით დაზუსტებით უკვე რა გახდება სანქციების მიზეზი, ეს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ამ ბიზნესმენის სანქციების საფუძვლები. ასევე ბიზნესმენების სიაშია ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ღიად რეესტრის თანახმადაც კი ფლობს ივანიშვილთან ერთად რამდენიმე ბიზნესს, მათ შორის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სასტუმრო, ასევე სიღნაღში, რომელიც ერთად ააშენეს ივანიშვილმა და ჩხარტიშვილმა და ვანო ჩხარტიშვილი ერთ-ერთ მთავარ მხარდაჭერად ითვლება რეჟიმისთვის. ხვიჩა მაკაცარია ასევე სიაშია, თელმიკოს და თბილისი ენერჯის მფლობელი, რომელიც ასევე იგივე ბილაინის სელფის მფლობელია. ასევე გიორგი კაპანაძე, ზედმეტსახელად რიჟა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის წილების ნაწილს ფლობს და მას დე-ფაქტო მართავს, ისიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიჩნეულია ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. ასევე ბიზნესმენების სია არის საკმაოდ ვრცელი, ილია წულაია, კახაკალაძესთან პირდაპირ დაკავშირებული ბიზნესმენი, რომელიც ფლობს არქის, ვასილ ხაკაძე, ჯგუფის მფლობელი, რომელიც ჩნდება მუდმივად კობახიძესთან, ივანიშვილის რეჟიმის ლიდერებთან ერთად და ღიადაც პირდაპირ არის ამ რეჟიმის მხარდაჭერი. სულხან პაპაშვილი ასევე ხვდება სანქციების სიაში და ირაკლი გილაური, რომელიც ფლობს დირექტორია უпростоრად საქართველოს კაპიტალის. ეს არიან კარის ბიზნესმენები, რომელთა როლსაც ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ჩანს ხედავს. ასევე ცალკე ჯგუფი არსებობს უკვე სხვა ადამიანების, თავად რეჟიმის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული მინისტრები თუ სხვა პირები, გრიგოლ ლილუაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კახაკალაძე, მერი ირაკლი კობახიძე და ასევე ნათია თურნავაც ხვდება ამ სიაში. სავარაუდოდ როგორც სანქციებისგან თავისასარიდებლად მთავარი მაშველი რგოლი ივანიშვილის რეჟიმისთვის და ფარცხალაძის სანქციების შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თურნავას მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც მას საშუალება მისცა ფარცხალაძეს, რომ გაეტანა მისი აქტივები ქვეყნიდან. ცალკე არის ასევე ოჯახის წევრები ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძით უნდა დავიწყოთ, ივანიშვილის მეუღლე, რომელიც სიის სათავეშია და ასევე შმაგი კობახიძე. სავარაუდოდ სანქციების სიაში ხვდება ბიზინა ივანიშვილის პირადი წარმომადგენლობის გამო რუსეთში, უჩა მამაცაშვილი ივანიშვილის დეიდაშვილი ასევე სიაშია და ის სავარაუდოდ შუამავლების საშუალებით ფლობდა ბიზნესებს რუსეთში. ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცალკე გამოყო პროპაგანდისტების ჯგუფი, ლაშა ნაცლიშვილი, რომელიც მიჩნეულია ივანიშვილის იდეოლოგად, ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი და მხარდამჭერი ბიზნესმენი ივანიშვილისთვის, ასევე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც პარალელურად პარლამენტარია და ფლობს პოსტივის და ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. სია ვრცელია, კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მიზეზებით და რადიო თავისუფლების ინფორმაციით ეს 25 კაციანი სია უკვე დევს მარკო რუბიოს მაგიდაზე. პერსონალური პასუხისმგებლობები უნდა დაეკისროთ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენებს, ინებულებაში ცეხავიკებს, რომლებიც ივანიშვილის გარემოცვას წარმოადგენენ, იმისთვის რომ გავიგოთ, რომ ისინი არ ქმნიან ამ ქვეყანაში ბიზნესს, მარტივად ჩავხედოთ უნდა მათი საქმიანობის ჩამონათვალში, სადაც ვნახოთ, რომ
ძირითადი მათი ეკონომიკური საქმიანობის არის სახელმწიფო ტენდერები და საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის ყოლეფა ივანიშვილის რეჟიმთან ერთად. ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ ბიზნეს გარემოცვას ნათლად ესმის, რას ნიშნავს მათთვის სანქციები, რას ნიშნავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში შეტანას და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სისტემის რღვევას და ჩამოშლას აუცილებლად ძალიან მალე დააჩქარებს. ეს არის პრაქტიკულად ოლიგარქიის ყველა საყრდენის ძირის გამოცვლა. იქნება ეს პროპაგანდისტები, ძალოვანები, რეჟიმის წარმომადგენლები თუ ბიზნესმენები, ეს არის ის კომპონენტები, რაზეც დგას ოლიგარქიული რეჟიმი და რისი მოშლაც გამოიწვევს სწორედ ჩვენ ბრძოლასთან ერთად ბუნებრივია ამ რეჟიმის ძალიან სერიოზულ დაზიანებას. როდესაც შენ გარდამავალი ადმინისტრაციის პირობებში ასეთი სანქციების პერსპექტივა გაგაჩნია, ეს პრაქტიკულად ნიშნავს პროფესიულ ბიზნეს თუ პოლიტიკურ სიკვდილს. ყველა ადამიანი, ვინც ხელს უწყობს, თვითმარქვია ანტიქართული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის, ასე ვთქვათ, სიცოცხლის ხანგრძლივობა საქართველოში მათ ემუქრებათ სანქციები. იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, ასე შემდეგ. ამიტომ მე ამ სიაში ვყოფ ხალხთან, მაქვს ერთი ძალიან მეგობრული და კარგი რჩევა. გაემიჯნეთ ივანიშვილს, რაც მალე გაემიჯნებით ქართულ ოცნებას, მით გადაირჩენთ თქვენ თავს, თქვენს ოჯახსაც და თქვენს პერსპექტივასაც. ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც აი ამ რეჟიმს მწვანეს არ აუნთებს არავინ და აი ამ რეჟიმის საყრდენები, ბიზნესმენები, რომლებიც კორუფციულად იქექებიან ადამიანების ჯიბეებში პირდაპირ ფორმით აღარიბებენ ამ ქვეყანას და ამაგრებენ აი ამ რეჟიმს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს პირდაპირ და გადათანხმდით მნიშვნელობით სულშიც აფურთხებს და პირშიც აფურთხებს ბოდიში ამ სიტყვებისთვის დარწმუნებულია, რომ პასუხს აგებენ. პასუხს აგებენ ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც უფრო გავა დრო, მით უფრო მოუჭერს სანქციების ხულფი ამ ხელისუფლებას. ერთი საკითხია ბიზინა ივანიშვილის პირადად სანქცირება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა როგორც ჩანს ასევე ხედავს შტატების საჭიროებას დაასანქციროს ის ადამიანები, ვისაც დგას მთლიანად რეჟიმი, მათ შორის არიან ესენი სწორედ ბიზნეს გარემოცვა ივანიშვილის, მისი ელიტური გარემოცვა, ოჯახის წევრები, ადამიანები, ვისაც ეყრდნობა მთლიანად სისტემა და რადიო თავისუფლების ინფორმაციით უკვე მომზადებულია ეს 25 კაციანი სია იმ ადამიანების, ვისი დასანქცირებაც მოიტანს რეჟიმის ჩამოშლის რეალურ შედეგს.